ჰიდროიზოლაცია. ეს არის საკმაოდ ფართო თემა. არსებობს სამი ძირითადი ვარიანტი. პირველი ვარიანტი საცხი, ანუ თხევადი ჰიდროიზოლაცია. საქართველოში ეძახიან პრაიმერს, ანუ ეს არის მასტიკა, რომელსაც კედელზე უსვავენ ფუნჯით ან ვალიგით. იაფია და სწრაფად კეთდება. კარგია მაშინ, როცა მიწის წყალი კედელს ძლიერად არ აწვება. მაგრამ თუ წყალს აქვს წნევა, მარტო ეს საკმარისი არ იქნება. მეორე რულონური ჰიდროიზოლაცია. ეს არის სქელი მემბრანა, სქელი ტოლი, რომელიც კედელზე ეკვრება და ქმნის ძლიერ წყალგაუმტარ ფენას. უკეთესია სარდაფებისთვის და მაშინ, როცა გრუტის წყლები მაღალია. აქ მთავარია, რომ შეერთების წერტილები, ეგრეთ წოდებული შოვები, გაკეთდეს სწორად. მესამე არის შეღწევადი ჰიდროიზოლაცია, ის ბეტონის შიგნით მუშაობს. სპეციალური ნივთიერებები ბეტონის ფორმებში შედის და კეტავს წყლის გზებს, ანუ უმატებს წყალგაუმტარ კოეფიციენტს, წყალგაუმტარობის კოეფიციენტს. კარგია მონოლითურ ბეტონისთვის, მაგრამ გარედან დამატებითი დაცვა ამას მაინც სჭირდება. მთავარი რაც უნდა იცოდეთ ეს არის, რომ თუ სარდაფზე წყალი აწვება, საჭიროა სისტემური მიდგომა, ანუ დრენაჟი, კარგი ჰიდროიზოლაცია და დამცავი ფენა. მშენებლობაში არ არსებობს ერთი მასალა, რომელიც ყველა პრობლემას გადაგვიწყვეტს. ანუ კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული ხედვა და მიდგომა სჭირდება. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გამოიწერეთ ჩვენი არხი, აქ ვსაუბრობთ მშენებლობაზე, დაგვისვით თქვენი კითხვები, რაც შეეხება ჰიდროიზოლაციას, მონოლითს, თბოიზოლაციას და შევეცდები გაგცეთ პასუხი. ასევე მშენებლობის თაობაზე გამოგვიგზავნეთ PDF ფაილი და უახლოეს მომავალში დაგითვლით ხარჯთაღრიცხვას.